არ მეცინება. როდის არის ეპიზოდი წარმატებული? მაგაზე ცოტა მერიდება მე პასუხისგან. ჩემთვის პირადად ალბათ მაშინ, როცა გააზრებული კომუნიკაცია მიმდინარეობს და ეს არ არის უბრალოდ პირობითად ორი ცნობადი ადამიანის შეხვედრა, ან უბრალოდ პოდკასტი. აი, როდესაც რაღაცა ღირებულების მატარებელია ეს ვიღაცისთვისაც, თუნდაც ერთ ან ორ ფრაზას გაიგებს ადამიანი ისეც, რომელმაც შეიძლება მას მოტივაცია გაუღვივოს იმ რაღაც ცუდ პერიოდში, მისცეს, ძალა მისცეს და მოკეთ ღირებულება თუ აქვს, მაშინ კაია და წარმატებულია. რატომ უნდა მოგისმინოს ხალხმა? მე სალომე, ეს კითხვები მერცხლა არ იყო მომზადებული და ეხლა მე მერცხლა ახლა პასუხობ ამ კითხვებს, იმიტომ რომ მგონია რომ გულწრფელად მგონია რომ ერთ-ერთი ხარისხიანი პროდუქტია, რომელსაც ვავითარებ და რა თქმა უნდა ბევრი რამე გასაუმჯობესებელია და მაგას მე თვითონაც ვხედავ, მაგრამ პროცესში მივალ მაგ ყველაფრამდე, იმ იდეალურ პოდკასტამდე, როგორც მინდა საბოლოო ჯამში რომ მქონდეს, მაგრამ მგონია რომ ხარისხიან კონტენტს ვქმნი და ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ექსპერტები არიან თავიანთ მიმართულებაში და შეიძლება ზოგიერთი მედიური არ არის და 500,000 გამომწერი არ ყავს, მაგრამ ისინი რეალურად ქმნიან ღირებულებას ცხოვრებაში და მგონია რომ თან ღირებულებას ვქმნით იმ საუბრებით, რომლებიც პოდკასტ ზონაში იწერება ხოლმე და მინიმუმ ერთი ფრაზა მაინც არის ისეთი, რომელიც ადამიანს, რომელსაც თვითგანვითარება აინტერესებს და ცხოვრებაში რაღაცას უნდა მიაღწიოს, რომელიც დაამოტივირებს და რაღაც ძალას მისცემს. ერთი რჩევა დამწყებ პოდკასტერს. მე თვითონ დამწყები ვარ, აგეთმოეცი. მაგრამ მე რაც მომწეს თავის დროზე და რაც ძალიან ჩემთვის იყო life changing, იყო ეს რომ დაიწყე, უბრალოდ დაიწყე, როგორც შეგეძლია ისე დაიწყე და პროცესში გამოჩნდება რა და როგორ უნდა შეცვალო. და ასევე თანმიმდევრულობა და სიხშირე. ანუ დისციპლინა რა, ერთი სიტყვით მოტივაცია მოდის და მიდის, მაგრამ დისციპლინა არის ის, რაც გვეხმარება, რომ წყობრში ვიყოთ და რეალურად წარმატებას აღწევენ დისციპლინირებული ადამიანები ნებისმიერ სფეროში და ეგ არის აქსიომა. მადლობა. მადლობა შენ, გოგო.